კატო საღამოები რადიო იმედზე. საღამომშვიდობის რადიო იმედის ეთერში გადაცემა კატოს საღამოები საეთერო სტუდიაში მუშაობთ მე კატო და ხმის რეჟისორი ნინა შალამბერიძე და ნინა მე ხო იცი ნარცისი ვარ და თუ ჩემი ხმა კარგად არ მესმის ყურში მიჭრს ხოლმე და ცოტა საყურში მომიმატე. და დღეს არის 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღე. ეს გამონაკლისი იქნება იმ ხრივ რომ დღესაც ჩვენთან ერთად იქნება ჩვენი მთავარი ბიბლიოთეკარი, რადიო იმედის მთავარი ბიბლიოთეკარი და ჩემს გულში ხო იცი მამუკა საქართველოს მთავარი ბიბლიოთეკარი ხარ მამუკა ხანთაძე. მამუკა საღამომშვიდობის. საღამომშვიდობის. მადლობა, მე გილოცავ და მადლობა რომ აი დღესაც ესე არ დამზარდი და დათანხმდი რომ სატელეფონო ჩარტა გქონოდა და გვიამბო ის თუ რა ხდებოდა დღეს წიგნის საერთაშორისო დღეზე, როგორი აქციები იყო დაგეგმილი. ესე იგი მე მინდა ერთი რამე თქვა დავამ ცოტა ისტორიაში გადავიდეთ. ეს დღე პირველად აღინიშნა 2003 წელს. კატო და მაშინ ეს იმართებოდა ხოლმე ეროვნული ბიბლიოთეკის წინ, არის ადმინისტრაციული შენობა სადაც არის. ეს უბრალოდ თან კითხულობ სადაც არის. იქ არის ჩიხი. ანუ იქ თავისუფლების მოედნისხდა მანქანებით შემოდიხარ ჩიხი არის და პატარა სკვერივით არის. აი სულ პატარა. აი გაიმართა პირველად და ძალიან კარგი იყო სხვათა შორის და რაც ყველაზე მთავარია იმ დღეს მოაწერა შევარდნაძემ ხელი და ეს დღე კი არის საერთაშორისო დღე, მაგრამ ჩვენი კანონმდებლობით და პრეზიდენტის მაშინდელი პრეზიდენტის ამერიკოს გადაწყვეტილებით ეს დღე გახდა პროფესიული დღე. ანუ ჩვენთან ეს აღინიშნება როგორც წიგნის სექტორის პროფესიული დღე. ამიტომ ამას თავის საკანონმდებლო ნორმები აქვს, ასე თქვა და ანუ ერთი მხრივ იზრდება უცხოეთში და მსოფლიოში როგორც წიგნის საერთაშორისო დღე, წიგნის საავტორო უფლებების უпростоრეთ ასეა. და საქართველოში ეს არის პროფესიული დღე, წიგნების ავტორების, გამომცემლების და ყველა იმათი, ვის ამ წიგნის სექტორში საქმეა. ასევე ეს ორმაგას დაფასებული. ხოდესაც აი ესეთი პროფესიული დღეები მე ქვეყანაში არ არის რეგისტრირებული, უბრალოდ აღნიშნავენ ყველაფერი, მაგრამ ჩვენთან ეს კანონითაც პროფესიული დღე. მე გილოცავ პოლიციის დღე, იმის დღე, ამ წაი ეს გამომცემელთა დღეს გილოცავ, მაშინ გულით ხო, ანუ პროფესიული დღე არის. ჩვენ ხო, ამ საქმის სპეციალისტებისთვის ეს არის განსაკუთრებული დღე. დანარჩენი სხვა რა ხდებოდა? შეყვარებულებს წიგნი აჩუქეს? ჩვენ ხო ძალიან მოდიოდნენ ვიყავით ამ აქციაზე. მოდიოდნენ და თუ ადრე ყიდით ხოლმე დღეში ესა ერთ ადამიანზე ერთის, ეხლა ყველაზე ორ წიგნს ყიდით ხოლმე და ძალიან კარგი იყო. გადასარევი ხო? იყო ეს ასეთი ადამიანები მე მესმის ეხლა სარეკლამო კამპანია ისეთი მასშტაბური არ იყო რომ ეს საყოველთაოდ მოეწვა ამას, მაგრამ ამით ხელი შეგვიშალა. ამინზე იჭმაქ რომ უწიგნურემა ეს ვუდუს წესით ეთყობა ეს წვიმა და ქარაშოტი და ყველაფერი უბედურება შეუყვეთ ეს. კი, გამოიძახეს. აი, აღმოსრულყო, მაგრამ მაინც ეთყობა წიგნიერებამ დაიტანა დღეს და მინდა მადლობათ ვისარგებლო ეთერი და მადლობა გადავუხადო აუცილებლად კულტურის სამინისტრომ, რომელმაც ოპერატიულად შეცვალა დისლოკაციის ადგილი. ჩვენ ქონდა მერიდან ებაცა პუშკინის სკოლაში უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ მე ამინდის გამო მოგვიწე გადატანა და ის საეტრონში ვიყავით გუშინ და მიმართეთ ხოლმე და ოპერატიულად ეგრევე გითხრეს რომ შეგიძლიათ გააკეთოთ უსწავლეს თეატრში და ძალიან კარგად იქ კოლექტივის ძალიან გულისხმობი დაგვხვდა ყველაფერი. ჩვენად ჩატარდა მერიას შეპირებულ იმეს ინვენტარს ყველაფერს დროულად ავტობუსი გამოგვიყვა სადაც სტუდენტები დადიოდნენ მთელ ქალაქში და იძახდნენ რომ აი ჩვენი წიგნის დღეა და მიდით და ასე შემდეგ გამოცემლებმა მასლა ფაზ აი კარგი ფაზ და კრებებით გაყიდეს წიგნები და აი შედგა დღევანდელი. არა ჩვეულებრივია მეტი რა უნდა გვინდოდეს და ისე კარგი იქნებოდა კიდე ეს გაგვემეორებინა ხო ძველი სტილითაც ხო არ გაგვემეორებინა აჩუქე წიგნის შეყვარებულს მithmetes ხო ძველი სტილით თუ მერიკით ახალი სტილით როგორ გამოდის ერთი ამბავით მოხდა დღეს ერთანე მე ყოფილმა პრეზიდენტმა გახსნა ბიბლიოთეკა თუ ის თავის სახელობის მაგრამ მე ეს ამ ამბავს ჩქმალავენ და იმად არიან მე იცი რომ ბიბლიოთეკების როგორი მოყვარული ვარ და ეს არც მაშინ დიდად მჯეროდა მის და არც ახლა ამას ვერ შევიკავე თავი რო არ მეთქვა ეთერი მისი პრეზიდენტობის დროს 2007 წელს მისი განკარგულებით დაიხურა 1500 ბიბლიოთეკა საქართველოში 1500-მდე ბიბლიოთეკა
საქართველოში და ეხლა გახსნის ბიბლიოთეკა აღარ გახსნის ამას დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს. სოფლის ბიბლიოთეკები მშვენიერი, კარგი, წარმატებული ამ გაჭირებული ხალხსაც მიდიოდა მათი შვილები რაღაცა სპორტი 1500 ბიბლიოთეკა დაკეტა საქართველოში. შენ ამას არავის არ აპატიება რა არ ვერასოდეს ვერ ვაპატიებ მაგას არც ამ ცხოვრებაში და არც იქითა ცხოვრებაში კიდე მე. აი ეს არის ჩვეულებრივი პატარა ხმარო ისმოდა როცა დაგირეკეთ იმას აჩუქა წიგნი შეყვარებულმა თუ მამა შეყვარებულმა ალბათ იყო და დღეს აჩუქს გააში მაგრამ არა უშავს ყველაფერი წინა კეთილი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად ჩვენ გავაგზავნებთ მადლობა კატოდა შენი გულწადი მადლობა პირიქით რომ აი ესე ხარ და ხარ იბრძვის შენ თავის შენს გვერდით მეკულა ყველაფერი ამ საქმეში არა დღეს მასა კაიღე იყო ბევრი ადამიანი გვესტუმრა პოეტები მწერლები რა ვიცი არ მე მგონი კარგად ჩატარდა ყველაფერი ეხლა ვებზადებით ეს ტიპის ფესტივალი კიდე დიდი მაისი იქნება და იქ ძალიან მაგარი რაღაცები იქნება ძალიან ბევრი კარგი პროგრამაც წინასწარ გამოუცხადდება და ეს პროგრამა იქნება აი ძალიან კარგი დატო და ალბათ შენ მოგიწევს იქიდან მე ჩავსებ ხოლმე პირი არაჩვეულებრივ იქნება ძალიან მოხარულები ვიქნებით ამ ყველაფრის ჩვენ ხო იცი რადიო იმედი ყოველთვის მომხრე იმის რომ ცოდნა ძალა და რაც შეიძლება მეტი ციგნი კეთილი ჩვენ მე და ნინა დავჭით ისე სტუდიაში მარტონი დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ძალიან კარგი ღონისძიება გაიმართა მართლაც ის რომ აჩუქე ციგნი შეყვარებულს რომ რადგან საუბრობდა მამუკა ხანთაძე თქვენ თუ კი იყავით აქ რუსთავის თეატრში და გსურთ რაიმე აზრი გავგიზიაროთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ან თუ არ იყავით და ისე სადმე სხვაგან შეიძინეთ ციგნი თქვენი შეყვარებულებისათვის მაშინ ისე უბრალოდ მოგწერეთ და გაგვიზიარეთ აზრები SMS ნომერი 917778 თქვენს განკარგულებაშია და SMS გზავნილის ღირებულებაში ადგენს თქვენი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ფაზ SMS სერვისით რადიო იმედს უზრუნველყოფს კომპანია SMS-კო რომლის ვებგვერდის მისამართი SMS-კოჯი ნინა შენ რა მოიფიქრე რა უყიდე შენ ქმარს რა წიგნი აჩუქე შენ ხო კონტაქტი განხილვა ბჭობა მე მეტყვი ხო კეთილი მე გამიმხილე მანამ სანამ ჩვენ საინფორმაციო გამოშვებას დაუთმობდეთ ეთერს მე გაგიმხელთ რომ გადაცემა ვაპირებდი მხოლოდ კარავაჯოს შესახებ გამეკეთებინა თუმცა მივხვდი რომ როგორ შეიძლება მაშინ როცა წიგნის საერთაშორისო დღე არის ერთ და თან ემთხვევა რომ აჩუქე წიგნის შეყვარებულს რომელიმე მწერალზე და მის სასიყვარულო ისტორიაზე არ გამეკეთებინა რაიმე არ მინდოდა დაშაქრული და დათაფლული ისე ძალიან ბევრი თაფლი და შაქარია ზოგადად სასიყვარულო ისტორიებთან დაკავშირებით ზოგანი მოგონილი ზოგი დამატებული ზოგი გადამეტებული ამიტომაც ავირჩიე ყველაზე უცნაური და ახირებული სასიყვარულო ისტორია რომელზეც მამაკაცები ალბათ გაიფიქრებენ რომ ქალების სინსილა უნდა გაწყვიტო ქალები გაიფიქრებენ რომ აი კიდევ ეს გვინდა სტერეოტიპების გამყარება სულაც არ არის სტერეოტიპული ამ დროს მათი ყველაზე არასტერეოტიპული ურთიერთობა ეგზიუპერისა და მისი ცოლის კონსოლოს არაორდინალური ურთიერთობა და ამ ქალის გაძლება არ იყო მარტივი საქმე თუმცა თავგადასავლების მოყვარულ და ადრენალინის მოყვარულ ეგზიუპერის ეს ყველაფერი ძალიანაც მოსწონდა ასე რომ ნაიზე მაინც ნუ დავიჩემებთ რომ ჩვენ ვიცით რა არის სწორი და თან ვინ თქვა რომ თუ კი ერთი რომ ახირებულია თავქარიანი ხალხი მარტო ქალებში არსებობენ ხო ნინა ეს დაგვაბრალეს თავის დროზე იმიტომ რომ ჩვენ წერა-კითხვის უფლებას არ გვაძლევდნენ და რასაც სურდათ იმას წერდნენ კეთილი ჩვენ ახლა რადიო იმედის ეთერს დავუთმობთ საინფორმაციო გამოშვებას და შემდგომ პირველი ნაწილი ჩემ შეყვარებულ კარავაჯოს და მეორე ნაწილი კი ეგზიუპერისა და კონსოლოს არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე გრძელდება ჩვენი გადაცემა და ჩვენ ვისაუბრებთ ამჯერად კარავაჯოს შესახებ წიგნები განვიხილეთ თქვენ თუ კი კარავაჯო თქვენს მოგწონთ და გიყვართ შეგიძლიათ SMS-ი გამოგაგზავნოთ ნომერზე 917778 და ამასობაში მოდით ნახოთ რა ხდებოდა მის თავს და როგორი უცნაური ბატონი იყო 1600 წლიდან უნდა დავიწყოთ მიქელანჯელო მერიზი და კარავაჯო გაქცეულია და ის იძებნება კვლელობისათვის იძებნება თითქოს და გასაკვირი არაფერი არ უნდა იყოს იმაში რომ ის გაქცეულია
მას ადრეც ჰქონდა პრობლემები კანონთან, მაგრამ უკვე როგორც გითხარით, ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული შემთხვევა, ამჯერად იყო მკვლელობაში ბრალდებული და მისი თავი ამდენ ოქროდაც იყო შეფასებული. ის აკეთებს იმას, რაცაც ყოველთვის აკეთებდა და რაც ყველაზე უკეთიც ის ხატავს და ცდილობს, რომ პრობლემებს გაექცეს. ის ხატავს დავითს, რომელსაც ხელში გოლიათის მოკვეთილი თავი უჭირავს და გოლიათს აქვს კარავაჯოს სახე, ეს მისი ავტოპორტრეტია, სელფი. და რატომ გამოსახა თავი არა როგორც დავითი, არამედ როგორც გმირი დავითი, არამედ როგორც მონსტრი და გოლიათი. როგორც საქმეში ჩახეტული ხალხი ამბობს, ის შესაძლოა იმედოვნებდა, რომ ტილოზე აღიარებულ დანაშაულს აპატიებდნენ, ან ტილოზე აღსრულებული სასჯელი რეალურ ცხოვრებაში იხსნიდა მის სიცოცხლეს. ჩვენ ამ ნაწილს გადაცემის შეგვიძლია დავარქვათ ალბათ კარავაჯო ავბედითი გენია, როგორც მას უწოდებდნენ და როგორც ამბობენ მისი დევიზი იყო არავის იმედად არანაირი შიში. ჯერ მოდით ნახოთ რა ხდება რომში მაშინ როცა კარავაჯო იქ მიდიმოდის. ეს არის ისეთი დრო მე-16 საუკუნის მიწურული ქრისტიანული რელიგიური პროპაგანდის ყველაზე აქტიური ცენტრი რომი, რაც კი ცოდნია ქრისტიანობას მოგეხსენებათ, არის ისეთი ჩვეულებრივი ვითარება, როგორც ახასიათებს ხოლმე რელიგიურ ცენტრებს და კათოლიკური ეკლესია თუმცა ამ დროს ნელ-ნელა იხევს სამხრეთ ევროპის პროტესტანტიზმის ზეწოლით. პროტესტანტებს ხსნის ახალი გზა აქვთ, ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ ევანგელიის სიტყვას დაეყრდენით ეკლესიის კედლებზე სურათები, მხოლოდ გზიდან აცდენენ ქრისტიანს, ისინი უნდა მოვაცილოთ. ჩემი უსაყვარლესი ლოცვა, უფალო იესო, დამიფარე შენი მიმდევრებისაგან. ამინ. რელიგიური გადახვევის შემდგომ, ლირიული გადახვევის შემდგომ ისევ დაუბრუნდეთ რთულ რელიგიურ ომს. კათოლიკეების პასუხი ამაზე არის, რომ წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი თუ მილიონობით ადამიანი თუ ხსნას არ იმსახურებს, როგორ უნდა მივიდეს მათ ყურამდე ღვთის სიტყვა, თუ არა ეს სურათების და მეშვეობით და თუ უპოვარნი არ იმსახურებენ, რომ ჯვარცმის ან ღვთისმშობლის გამოსახულება ნახონ და რელიგიურ ომში ხელოვნების ნიმუში კი არა, სურათი მძიმე არტილერია ხდება. ვატიკანის კარდინალების მდიდარი სასახლეების კედლებს მიღმა კი აბსოლუტურად განსხვავებული რომის ცხოვრება დუღდა. თაღლით და გლახაკთა მეძავთა კეთროვანთა და რამდენიმე მონეტად დაქირავებულ მკვლელთა რომი. ეს იყო კარავაჯოს რომი თავისი აფასიანი ოთახებითა და მთვრალი ღამეებით. კარავაჯოს სავითვე ღატა კი სესხად მცხოვრები მხატვრების გამოფენაში და გარემოცვაში და მათი დევიზი ისევე როგორც კარავაჯოსი იყო უიმედო და უშიში. თავისთავად ცხადია, რომ ეს ბიჭი ლომბარდიის პატარა ქალაქ კარავაჯოდან ჩხუბისთავად არ დაბადებულა როგორც არავინ სხვა. მამა იქაური არისტოკრატის მამულის მოურავი იყო, კაცი პატივცემული, არც მდიდარი, არც ღარიბი, მაგრამ შავმა ჭირმა ყველა იმედი გაანადგურა. კარავაჯოს ერთ დღეს გარდაეცვალა მამა და ბაბუა და ამ დროს ის მხოლოდ 5 წლის იყო. 19 წლის ასაკში რომ იყო, დედა გარდაეცვალა და მამულის დატოვება მოუწია. ერთხანს ის შეგირდად იყო მილანში, თუმცა მისმა ტალანტმა თავი რეალურად მაინც რომში იჩინა. კარავაჯო იქ 1593 წელს ჩავიდა და მაშინვე აუხსნეს რა უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ დიდი მხატვარი გამხდარიყო. ნინა, შენ შეგიძლია იცოდე ეს კარავაჯოს თანთან ვიმეცადინეთ ჩვენ. თავიდან უნდა გამოგესახა იმ დროისათვის ქანდაკებები, რომლებიც გარშემო საკმარისზე მეტად იყო. შემდეგ უნდა გააგეკეთებინა რომელიმე დიდი ოსტატის, მაგალითად რაფაელის ასლი და მის მაგალითზე გესწავლა და ამ ყველაფრის შემდეგ უკვე მზად იქნებოდის ჩასწვდომოდი ხელოვნების არსს და შესძლებდი სილამაზესა და სრულყოფილებას საკუთარი ხელწერით ასახოს. ესეთი მაღალფარდოვანი სიტყვებით ხდებოდა მაშინ ყველაფერი და მაშინ მოგეცემოდა შანსი, რომ გამოგევლინა შენი ტალანტი იქ, სადაც ეს მართლა ესაჭიროებოდა რელიგიურ ომში. თუმცა ეს არ იყო რაც კარავაჯოს სურდა. კარავაჯოს უნდა დაეხატა არა სამოთხის ბაღები, არამედ ის რაც ყველაზე უკეთ იცოდა, ეს იყო მისი გარემომცველი ამ ქვეყნიური ცხოვრება. კარავაჯო არასდროს არაფერს არ იგონებდა, ის უბრალოდ ათვალიერებდა გარემოს, რაიმეს შენიშნავდა და ტილოზე გამოსახავდა. როცა ეკითხებოდნენ, რისი ჩვენებას სურდა თავისი პერსონაჟებით, ის პასუხობდა მხოლოდ მათი მეტი არაფრის.
ის დავიდანვე წესების წინააღმდეგ მოქმედებდა, მისი შესრულების უხეში სტილი შორს იყო რენესანსის გმირების შრომების სილამაზისა და სინატიფისაგან. ეს ყველაფერი ძალიან გამომწვევი, საკმაოდ თავხედური იყო და ვინც ფერწერის ყადრი იცოდა, მან შენიშნა კიდეც კარავაჯოს ნამუშევრები და ეს იყო კარდინალი ფრანჩესკო დელ მონტე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კლიენტი იყო ხელოვნების ბაზარზე და მისი ყურადღება მიიქცია არტ დილერებთან ქუჩაში გამოტანილმა საკმაოდ ისეთმა პროვოკაციულმა და ფერებით გაჯერებულმა ტილომ. მე არ ვიცი რამდენად მართალია სიმართლე გითხრით, სადღაც წამიკითხავს და ბოლომდე ვერენდობი სხვადასხვა მოსაზრებებს, ეს უკვე ძალიან გართულ და გაიგოს სად არის ტყუილი და სად მართალი, თუმცა წამიკითხავს, რომ კარავაჯოს სტილოები ისეთ განსაცვიფრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა მნახველებზე, იყო დრო და ყოველდღე ახლაც ესე არის, თუმცა ახლა ისე არ არის, რომ მაშინ მაუდით ფარავდნენ, რომ ჯერ სხვა ტილოები დაეთვალიერებინათ და მერე დაეთვალიერებინათ კარავაჯო. თუმცა სიმართლე რომ გითხარით, მე როცა აღმოჩნდი იმ უზარმაზარი იტალიურ დარბაზში, სადაც ერთი ცაცია გენიოსი ბიჭის ნახატებით ეკიდა, კარავაჯომ ნაკლებად მიექცია ჩემი ყურადღება, თუმცა ეს კაცია და გუნებაო, ქალია და ჭორფლებია. ჩვენ დავუბრუნდეთ ისევ და ისევ კარავაჯოს და დავუბრუნდეთ თავად კარდინალს, რომელიც ერკვეოდა ფერწერაში. მან თვალში მოვიდა მას კარავაჯოს სტილი და ეს სურათი იყიდა კიდეც და კარავაჯოს დიდებული წინადადება შესთავაზე. ჩემო კარგო, სასახლეში ხომ არ გადმოხვიდოდით, იქ ფილოსოფოსების და პოეტების ყველაზე ნატიფი კომპანია, საუცხოო სამზარეულო და არანაირი მოწყენა და რა მუსიკა, თქვენ ხომ გიყვართ მუსიკა? კარავაჯოს უყვარდა მუსიკა. თუმცა ერთია დელ მონტესათვის ხატვა და მეორე რომის ეკლესიისათვის. და 1599 წელს მას როგორც იქნა ნება დაართეს ორი სცენა შეექმნა წმინდა მათეს ცხოვრებიდან კანტირელის სამრეკლოში წმინდა ლუკას ტაძარში. ეს იყო გამოცდა იმისა, შეუძლია თუ არა ახალ საფეხურზე შეეძლო თუ არა მას ახალ საფეხურზე ასვლა, იმიტომ რომ მას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი შემკობა დაავალეს და აინტერესებდათ შეიძლება თუ არა ის იარაღი ყოფილიყო რელიგიურ ომში. ძალიან გავიჭირდა მას მუშაობა ამ ტილოზე, ამ ფრესკებზე, ტილოები სწორად მასს ცოტა ამერია, მაგრამ მაპატიეთ. ძალიან გავიჭირდა გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ითხოვდა ეკლესია ითხოვდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ანგელოზებით გარშემოცული წმინდანი და კარავაჯოს ამის დახატვა არ სურდა, იმიტომ რომ გორჩანს მესი თვალებაზე არ ხედავდნენ ამ ყველაფერს, თუმცა არ იცოდა რა უნდა დაეხატა ამის ნაცვლად და ის მეორე სცენაზე მათ ეს მოწოდების შესახებ შეუდგა ფიქრს და აი აქ გაუნათდა გონება და მაშინ გახდა ცხადი თუ რა სურდა კარავაჯოს და რა სურდა ეკლესიას. მან დიამეტრალურად განსხვავებულად წარმოაჩინა ყველაფერი და ყველა მისი წმინდანი იყო ჩვეულებრივი უბრალო ადამიანი და იმ დროის მომლოცველთათვის რომში ეს თქვენს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ როგორი შთაბეჭდილება იყო, რომ არა ამაღლებული წმინდანები ხდებოდნენ, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები და ამ ადამიანებში მათ შეეძლოთ საკუთარი თავი დაენახათ და კარავაჯო უფრო ახლოს იყო ნაზარეველთან, მე მაინც გონია, ვიდრე დანარჩენი ყველა, ვინც მას ეუბნებოდა, რომ ის ისე არ ხატავდა როგორც საჭირო იყო. მოკლედ დავუბრუნდეთ ჩვენ ისევ და ისევ კარავაჯოს. ძალიან სენსაციური იყო ეს მისივე ორი ნამუშევარი. თუმცა ნელ-ნელა ეკლესიის ზეწოლაც უფრო და უფრო მატულობდა მასზე, გარდა ამისა ამ ზეწოლის შედეგად ალბათ უფრო იჩინა მისმა აულაგმავმა ხასიათმა თავი და საქმე იქამდე მივიდა, რომ როდესაც ჯოვანი ბატისტა მისი ძმა სანახავად მივიდა მასთან დელ მონტეს სასახლეში, კარავაჯო მის დაითხოვა სიტყვებით, ძმა არ მყავს და არც არასდროს მყოლია.
Caravaggios შავს ამოსატარებს და ახალს მანამდე არიძენს, სანამ ძველი ძონძება და არ იქცევა. კუპრივით შავი ძაღლი მოიშინაურა და გააწვრთნა. მხატვარი თუ იყავით, ჯობდა დავიაგერიდებინა თუ ამბობს საქმეში ჩახედული ხალხი. Იმიტომ რომ ის ვერ იტანდა კონკურენტებს და მიმბაძველებს, უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა მათ და სასამართლოშიც კი არ ერიდებოდა ეთქვა. ჩამოგახრჯობთ. ღამის გუშაგების მეთაური როგორც იგონებდა მზის ჩასვლიდან მე-5 საათი იყო ჩემმა ხალხმა რომ დააკავა ხმლითა და ხანჯლით შეიარაღებული მიქელანჯელო და კარავაჯო. ვკითხე იარაღის ტარების ნებართვა თუ ჰქონდა, მან ნებართვა მიჩვენა მე ძილინებისა ვუსურვე, მან კი მომიგო უკან გაიკეთეთ თქვენი ძილინებისა. ამის მოთმენა უკვე აღარ შემეძლო და დავატუსაღებინე. Caravaggiо უფრო და უფრო აულაგმავი და უმართავი ხდებოდა. შეხლა შემხლა არ ცხრებოდა და ერთხელაც ერთ-ერთი შეხლა შემხლა საკმაოდ ძიმედ დამთავრდა. აი სწორედ ამ შეხლა შემხლის დროს შემოაკვდა მას რამოჩო ტომაზინი, რომელისგანაც თავის დაჭერა ჯობდა ზოგადადაც და დავისა და კამათისგანაც თავის შორს დაჭერა. მას ჰქონდა მნიშვნელოვანი კავშირები, ძალიან კარგად ფლობდა დაშნას, თუმცა როგორც ჩანს მსგავსი მიზეზები Caravaggiose არ მოქმედებდა. დუელის ადგილად Via della Scrofa აირჩიეს და მოხდა ისე რომ დაჭრილი ტომაზონი რომ შენ გადაიყვანეს, მან სულ რამოდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო და ის ძალიან მალე გარდაიცვალა, სისხლისგან დაიცალა. მკვლელობისათვის ძებნილი Caravaggiо უკვე როგორც თავში აღნიშნეთ გაიქცა და ამდენ ოქროთი შეაფასეს მისი თავი. 1606 წლის მთელი ზაფხულის მანძილზე მეგობრები და მფარველები მას დამალვაში ეხმარებოდნენ, ის კი მათთვის სურათებს ხატავდა, სურათებს რომლებიც დაეხმარნენ. მოხვედრილიყო იქ, სადაც პაპის ძალაუფლება არ ვრცელდებოდა, სადაც გუშაგი და თავებზე მონადირენი ვერ იპოვიდნენ. ის მოხდა ქალაქში, ნეაპოლში, სადაც ვინმეს მოკლა არაფრად მიაჩნდათ და ძალიან მალე პოპულარული გახდა თავისი შემოქმედებით. ის გულმოდგინედ მუშაობდა, მისი სურათები სინანულით და სინაზით იყო სავსე. ნეაპოლელები მისი აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და გაგიკვირდებოდა და არანაირი შეხლა შემოხლა გარავისთან არ ქონია. ერთი წლის შემდეგ ის მალტაზე გაემგზავრა, მალტაზე მას ის ელოდა, რასაც ნეაპოლი ვერ მისცემდა სტატუსი პატივისცემა, რაინდის წოდება. მისმა ერთ-ერთმა მფარველმა საჭირო კავშირების დახმარებით Caravaggiо წარუდგინა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ძლევამოსილ გაერთიანებას წმინდა იოანეს ორდენის რაინდებს. რაინდად კურთხევა არა მხოლოდ პატივს მოუტანდა, არამედ სისხლიანი წარსულის ჩამორეცხვაშიც დაეხმარებოდა და წესიდა და რიგით მკვლელობა კი გადაულახავი დაბრკოლება იყო რაინდად კურთხევისთვის, მაგრამ არა Caravaggios შემთხვევაში. 1608 წელს მკერდზე გამოსახული ჯვრიანი სამოსით შემოსეს დევნილი და შერაცხეს როგორც უდიდესი ცოცხალ თუ გარდაცვლილ მხატვართა შორის. მაშინ არ იყო სოციალური ქსელები, სამაგეროდ ესეთი სტატუსები უკვე არსებობდა. და მიუხედავად იმისა, რომ Caravaggios მიანიჭეს მაინც დაუმსახურებელი იყო მსგავსი სტატუსი. დავბრუნდეთ ისევ ჩვენ ესე ლირიული შეფასებებიდან და გადახვევებიდან დავუბრუნდეთ ისტორიას. Caravaggiosი ამ ყველაფრის სანაცვლოდ მას ორდენისათვის ტაძრის მოხატვა დაევალა და ის იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთას ხატავს და საკუთარ სახელს მის სისხლში აწერს და როგორც ისევ და ისევ საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, მხოლოდ მონანულ დამნაშავეს შეეძლო ასე გულით ეწადა რომ მისი დანაშაული განებანა იოანეს სისხლს. აქ რომ შეიძლებოდეს ამ ამბის დასრულება ძალიან კარგი იქნებოდა, გამოვიდოდა ისე რომ Caravaggiom მიიღო შენდობა და თავისი უდიდესი ქმნილებით ხელოვნება სამუდამოდ შეცვალა. ხელოვნება შეცვალა, მაგრამ მისი ცხოვრება მაინც მშვიდად არ გაგრძელებულა სამწუხაროდ. მის შემთხვევაში არაფერი არ გამოდიოდა მარტივად. კაცი, რომელიც ოცნებობდა, რომ ქვეყნა ძალადობა აღარ ყოფილიყო, თავს ვერ აკონტროლებდა და რაინდად კურთხევიდან ცოტა ხნის შემდგომ
ის ერთ-ერთ რაინდზე თავდასხმის გამო დაატუსაღებს. ძალიან დაუჯერებელი და წარმოუდგენელია, მაგრამ მან გაქცევა შეძლოს ამ ციხესიმაგრის კედლებიდან ის ნავით გაემართა სიცილიაში და დაბრუნდა უფრო უსაფრთხო ადგილას ნეაპოლში. თუმცა სწორედ აქ წაადგნენ თავს ისინი, ვისგანაც დამალვას ცდილობდა და სასტუმროდან გამოსვლისას ის შეუბრალებლად ცემეს და ქუჩაში დააგდეს დასისხლიანებული. Კარავაჯო გადარჩა და იარები ჯერ კიდევ არ ქონდა მოშუშებული, როცა შეიტყო, რომ პაპის ძმის წული მის შეწყალებას აპირებდა. მადლიერების ნიშნად კარავაჯომ განიზრახა იმ გზას დასდგომოდა, რომელსაც ყოველთვის მიჰყვებოდა. და მან უკვე გადაცემის დასაწყისშიც ვახსენეთ, დავითი და გოლიათი მან შექმნა ეს ტილო და გოლიათის მოკვეთილ თავს საკუთარი სახე მისცა, თუმცა ეს ავტოპორტრეტი არ გავს ავტოპორტრეტებს, თქვენ თუ კი არ გახსოვთ მაინც და მაინც კარგად და თუ კი მოიძიებთ ამ რეპროდუქციის ნახვას მოგეხსენებათ, არაფერი არ უდგას წინ ინტერნეტში. ნახავთ რამდენად ესეთი მონსტრის სახე აქვს მას და როგორც წესი სხვა დროს როცა მხატვრები ხატავენ საკუთარ ავტოპორტრეტს, როცა ხატავენ, მათ მოსწონთ ის რასაც სარკეში ხედავენ, ასე არ იყო კარავაჯოს შემთხვევაში. და ასევე რაც ეხება თვითონ დავითის გაუმეტყველებას, ალბათ ცოტა ვინმეს თუ უნახავს ესოდენ მოწყენილი და ესოდენ უსიხარულო გამარჯვებული და ეს ისევ საქმეს შეხედულ ხალხს უნდა ვენდოთ. ეს თითქოს და ბრძოლა იმ ორ კარავაჯოს შორის, რომელიც მასში ცხოვრობდა და თითქოს ეს მოკვეთილი თავი ყველას ეუბნება, რომ ვიცი, რაც ვიყავი და რაც ჩავიდინე. 1600 წლის ივლისში კარავაჯომ გადაახვია თავისი ნამუშევრები და შინისკენ გასწია. რომისკენ მიმავალ გზაზე გემმა ღუზა პაულოს ყურეში ჩაუშვა და რომის დასავლეთით მდებარე სანაპირო გახლავდათ და იქ კარავაჯო ადგილობრივი გვარდიელების კაპიტნის ბრძანებით დაატუსაღეს. კაპიტანს სავარაუდოდ ის ან სხვაში აერიან მისი შეწყალების ამბავი ჯერ არ იცოდა, თუმცა სანამ კარავაჯო თავის დახსნას შესძლებდა, მისმა გემმა პორტი დატოვა და თან წაიყოლა კარავაჯოს ყველა ტილო, რომელიც მას პაპის ძმის წულისათვის სურდა რომ მიერთმია. გემს რო დასწეოდა ის პორო ერკოლეში გაემგზავრა, სადაც მალარიას ეპიდემია მძვინვარებდა და მას იმედი ჰქონდა რომ გემს მიუსწრებდა და ამიტომ ივლისის თაკარა მზის ქვეშ მირბოდა ქვიშა და შესაბამისად მზის დაკვრაც მიიღო. ის სანაპიროზე იპოვნეს და მონასტრის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გონდა კარგული, სადაც მას არც კაცი დაეხმარა და არც ღმერთი და გარდაიცვალა ესეთივე გარიყული, როგორც ის ცხოვრობდა, თუმცა მან საბოლოოდ შეცვალა ფერწერა და ესეთი იყო ესე მოკლედ ჩატეული ჩვენს გადაცემის ფორმატში კარავაჯოს ამბავი, თორე ისე უფრო მეტი შეიძლებოდა რა გვესაუბრა ახლა მუსიკა, მე საინფორმაციო გამოშვება, ამინდის პროგნოზი და მე უკვე ეგზიუპერი და კონსუელო. არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე. ძალდება ჩვენი გადაცემა და მესამე ნაწილი, როგორც უკვე გადაცემის დასაწყისშიც აღნიშნეთ, მიეძღვნება ამჯერად უკვე რადგან იყო წიგნის საერთაშორისო დღე და ემთხვეოდა აქცია აჩუქე წიგნის შეყვარებულს. ეს უცნაური სასიყვარულო ისტორია პატარა პრინცის ავტორისა და ამ პატარა პრინცის საყვარელი ვარდი, სწორედ პროტოტიპი ამ ვარდისა, სწორედ ეს ქალბატონია, რომელიც იყო უცნაური, ახირებული, ჭვირვეული, მაგრამ მის გვერდით ცხოვრება აშკარად მე მაინც გონია, რომ ამ კაცისთვის დღესასწაული იყო ისე ძალით არ მგონია ვინმე აჩერებდა, იმიტომ რომ ის ვერავისთან ვერ ძლებდა კონსოლოს გარდა და მოდით დავიწყოთ თავიდან. მათი პირველი კოცნის შესახებ არსებობს 4 ვერსია და ყველა მათგანი ერთნაირად იწყება, რომ ვერტფრენი აფრინდა ერთ-ერთი აეროდრომიდან ბუენოს აირესის მფრინავი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი, მის გვერდით კი ლამაზი ქალი სახელად კონსუელო და პილოტი იხრება გზავრისკენ და პირდაპირ მოითხოვს მისგან კოცნას.
და პასუხის კონსოლოს პასუხის 4 ვერსია არსებობს. პირველი გახლავთ ის, რომ მან მიუგო, რომ მე ქვრივი ვარ და მორალური უფლება არ მაქვს ვაკოცო თითქმის უცნობ მამაკაცს. მეორე, რომ მის ქვეყანაში მხოლოდ მათ კოცნიან, ვინც უყვართ. მესამე, წესად არ აქვს საკუთარი ნების წინააღმდეგ კოცნა და მეოთხე მე მეეჭვება, რომ კონსოლოს ესეთი გაშაქრული და ბანალური პასუხი გაეცა, რომ ზოგი ყვავილი თურმე იკუმშება, როდესაც ზედმეტად ახლოს მივლენ მასთან. ხო, ნინა, შენ ხვდები, რომ კონსოლო ამას არ იტყოდა, ხო და როგორ განვითარდება მოვლენები, იმის და მიხედვით კიდევ უფრო დავწმუნდებით ყველანი, რომ მეოთხე ვერსია ეს ვიღაცამ მოიფიქრა და დააბრალა ამ ქალს. მოკლედ, როგორ ხდება და რა ხდება ჩვენი კონსოლოს თავს? ეს არის ლამაზი ქალი, რომელიც ამ დროისთვის უკვე მეორედ არის დაქვრივებული და ავიენები, როგორც ამბობენ, მან მეორე ქმარი ფაქტიურად თვითმკვლელობამდე მიიყვანა. მას ძალიან უყვარს რაღაცა ისტორიების გამოგონება. ცრუპენტელა არ არის, მე მგონი უფრო ფანტაზიორია და როდესაც ის ჩავიდა პარიზში, მან თავის მეგობრებს უამბო, როგორ გაიცნო ახალგაზრდა წარმოსადეგი კაცი, რომელსაც შეუყვარდა, მაგრამ დაიღუპა და წარმოიდგინეთ მისი მეგობრების გაოცება, როდესაც ეს კაცი ცოცხალი და სახსალამათი გამოეცხადათ. რაც შეეხება თვითონ ეგზიუპერის, მას კონსოლოსთან ნაცნობობამდე მას უკვე ჰქონდა ერთი ისეთი ძალიან მწარედ დამახსოვრებული ჩაშლილი ნიშნობა. პარიზელი მზეთუნახავი ლუიზა დე ვილმორნს თხოვა მას ხელი, ის იყო მაღალი წრის წარმომადგენელი. ეგზიუპერი ფაქტურად შემდგომის აზნაური იყო, მიუხედავად იმისა, რომ არისტოკრატული გვარი ჰქონდა და ლუიზას მშობლებმა აწონდაწონეს საკითხი, როგორც ჩანს და მაინც არ ისურვეს საკუთარი ქალიშვილი მიეთხოვებინა და ღარები და ღატაკი ეგზიუპერისათვის. ლუიზას დიდად გულთან ახლოს ეს ამბები არ მიუტანია. ეგზიუპერის ძალიან შეელახა, მე მაინც გონია, რომ თავმოყვარეობა და არა გრძნობები. მე ძალიან ბევრი რომანი ჰქონდა, თუმცა ის ვერავისთან ვერ ახერხებდა დიდხანს გაჩერებას, იმიტომ რომ ეს რაღაცა ყოფითი საკითხები ძალიან დრგუნავდა და ღლიდა და ერთ-ერთ ქალს მხოლოდ იმის გამო დაცილდა, რომ შინ მისულმა დაინახა, როგორ კემსავდა ეს ქალი მის წინდებს. აი, მადლობის მაგიერი ხო? აი, ნინა თავს აქნევს. და აი, სამგეროდ კონსოლოსთან ეს ყველაფერი გამორიცხული იყო, აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. და ისინი დაქორწინდნენ და კონტაქტ ძალიან უცნაური ცხოვრება, ახირებული და მეტად მხიარული. დრო და დრო იყო ისე, რომ ისინი ძალიან ხელმოკლედ იყვნენ, ხოლო აი დრო და დრო იყო, რომ პირიქით ძალიან ბევრი ფული ჰქონდათ და ამ დროს აწყობდნენ წვეულებებს, ასისხებდნენ ფულს მათ, ვისაც ეს იმ დროს სჭირდებოდა თავენთ მეგობრებს, ცხადია. და უამრავ ყვავილს ყიდულობდა ეგზიუპერი კონსოლოსთვის. მათ არ ჰქონდათ მუდმივი საცხოვრებელი. და ფაქტიურად ეს იყო სამყაროს ორი მოქალაქის ურთიერთობა და თანაცხოვრება. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მოსწონდა კონსოლოს ეს ახირებული ხასიათი, პერიოდულად ეს ყველაფერი მაინც მისთვისაც კი გაუსაძლესი ხდებოდა და მათი სკანდალი ერთხელ იქამდე მივიდა, რომ მან ბალიში დააფარა კონსოლოს სახელზე. კონსოლო მოახერხა და ეს ბალიში გაკვნიტა და პირი ჰქონდა მერე სავსე ბუმბულებით ბალიშის და ეგზიუპერი თურმე ამბობდა, რომ არასდროს მინახავს, რომ ასეთი პატარა არსება ასეთ საოცარ ხმებს გამოსცემდეს. ნუ ხა ვიღაცა რომ მოგუდვას დაგიპირებს, მე მგონი ნინას ეჭვი შეეპარა ეგზიუპერის მაინც და მაინც ჭკუად ყოფილობაში. თუმცა ეგ კიდე სხვა საკითხია და ნუ გავამძაფრებთ იმ სტიგმას, რომელიც ფსიქიურად დაავადებულ ადამიანებს ისედაც აჩუქეს და არ დაინანეს მათთვის, იმიტომ რომ ისინი ყველაზე იშვიათად თუ ვინმეს რამეს უშავებენ. დავუბრუნდეთ ისევ ჩვენ ამ სკანდალურ ოჯახს. კონსოლო ფაქტიურად ორგვარი კონსოლო არსებობდა, ერთი ესეთი წარმოსახვეთი, რომელიც ეგზიუპერის წარმოსახვით ცხოვრობდა, ამბობენ ავიენები, თუმცა მე არ მჯერა, მე მგონია, რომ ძალიან კარგად ხდებოდა, რომ არსებობდა ერთი კონსოლო, თავქარიანი და ეს
ისეთი თავგუნება და აი ეს გითხარით კიდეც რომ ვარდი რომელიც არის გამოყვანილი პატარა უფლის წოლში ძალიან ჭირვეული ეგოცენტრიკი ეს სწორედ კონსუელოა და მათი ოჯახის სკანდალების შესახებ მთელი პარიზი ლაპარაკობდა და ისეც მომხდარა თუმცა ყოფილა სულ სხვაგვარი შემთხვევებით მათ ცხოვრებაში როდესაც ძალიან გაუჭირდათ კონსოლომ უთხრა ეგზუპერის რომ ის დაიწყებდა დღიურ მუშად მუშაობას და როდესაც ეგზუპერიმ გითხრა რომ ასეთი პატარა ხელებით როგორ მოახერხებდა დღიურ მუშად მუშაობას მან უპასუხა რომ ქრისტესაც პატარა ხელები ჰქონდაო ესე ამ ყველაფრის გაგრძელება მაინც არის ის რომ როგორც ამბობენ ერთ-ერთ წვეულებაზე კონსოლო ქმარს თებშებს ესროდა თავში ეგზუპერი გიდგა და ცივად იღიმებოდა და აუმღრებლად იჭერდა ამ ფრინავ ჭურჭელს თუმცა მიუხედავად ესეთი თითქოს და გულგრელი დამოკიდებულების ამ ყველაფრის მიმართ პერიოდულად მას ძალიან ჭირდებოდა სიმშვიდე და კონსოლოსთან ეს იყო გამორიცხული ამიტომაც მერე მოხდა ისე რომ ეგზუპერი მაინც ისე წვრილმანს როგორიც არის ერთგულება ხორცელი ამას არ აქცევდა დიდ ყურადღებას და ამიტომაც კონსოლო გვარიანადად სარგებლობდა ამითი თუმცა მერე მოგვიანებით ეგზუპერისთვის უკვე აუტანელი გახდა მისი ეს მუდმივი აურაცხელი რომანები და ამასობაში თავადაც გააბა სხვა ქალებთან რომანები და აი აქ უკვე კონსოლოს ეჭვადება მიჩინა თავის სულაც არაპირებდა რომ იმის უფლება მეეცა ეგზუპერისთვის რასაც თავად აკეთებდა მიუხედავად ამ ყველაფრისა რომ ის სადღაც სხვაგან ეძებდა სიმშვიდეს ეს სიმშვიდე მაინც ბეზრდებოდა და ისევ აი თავქარიან ქალთან ბრუნდებოდა ერთ-ერთი გაფრენის წინ ის კონსოლოს ბარებში ეძებდა და შესაბამისად ვერ გამოეძინა და სავალალო დამთავრდა ის გაფრენა თუმცა იმ შემთხვევაში ის ბედუინმა გადაარჩინა მაგრამ აი ბოლო გაფრენა მისი საკმაოდ არა აბსოლუტურად სავალალოდ დასრულდა და 1954 წელს ის თურმე სიცილითაც კი უყვებოდა თავის თანა მშრომლებს რომ კითხავმა ქალმა მას უთხრა რომ ის ზღვაში დაიღუპებოდა როგორც ჩანს მეზღვაური ვეგონია სამწუხაროდ ასეც მოხდა რომ ის ზღვაში დაიღუპა და 1998 წელს საფრანგეთის სანაპიროზე სამაჯური იპოვნეს მეთევზეებმა რომელსაც იყო ამოტვიფრული ეგზუპერისა და კონსოლოს სახელები და მათი პირველი კოცნის შესახებ კი დღემდე ყვებენ ეს 4 ვერსიას რომლის მეოთხეს ჭეშმარიტებაში მე და ნინა ძალიან გვეპარება ეჭვი აი ესეთი თავქარიანი ქალი იყო კონსოლო და მე მომწონს რო არ დაგიმო ჩვენი გაცემა დასრულდა მე და ნინა გემშვიდობებით ახლა საინფორმაციო გამოშვების დრო დგება და ისედაც უსმინეთ რადიო იმედს არ გამოტოვოთ კატოს საღამოები რადიო იმედზე